აჭარის უმაღლეს საბჭოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში სხვადასხვა თანამდებობა ამ დრომდე 39 ადამიანმა დატოვა. პარალელურად უმაღლეს საბჭოში ატესტაციისთვის ემზადებიან. გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და დამატებით განმარტებებს ითხოვს. ესაო ისაო, მაგრამ ძველები აღარ გჭირდებითო. ცუდი ხალხი ხართ თქვენო. დიდი მადლობა, ვინც კარგად მომექცა. სხვას კიდე ღმერთი ხედავს და ყველას სამაგიეროს ის გადაუხდის. სოციალურ ქსელში ამ შინაარსის პოსტი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უკვე ყოფილმა მდივანმა გამოაქვეყნა. ირინა ფაღავა სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ Facebook-ის გვერდზე წერს, რომ იგი შეცდომაში შეიყვანეს. გათავისუფლებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ყოფილ თანაშემწეს. ბეჟანგობაძე განმარტებებს ითხოვს. წერილი საბჭოს 25 დეკემბერს გაუგზავნა. პასუხი დღემდე არ მიუღია. უკვე იცის, რომ გათავისუფლებულია. უკვე წავიდა, შეიძლება ითქვას, რამდენიმე ათეული ადამიანი. მსგავსი სიტუაცია არასდროს არ ყოფილა უმაღლეს საბჭოში და გარკვეული სახის ზეწოლა არის და ეხლა მე ამდენადაც ვიცი და უშუალოდ ჩემთან უთქვა, არავის დატოვებას არ აპირებენ ზოგადად უმაღლეს საბჭოში ძველი თანამშრომლები. ის რომ საკანონმდებლო ორგანოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, ამას ახალი ხელმძღვანელობა ოფიციალურად ადასტურებს, თუმცა კადრების მიზან-მიმართულ დათხოვნას კატეგორიულად უარყოფს. ოქტომბრიდან დღემდე სხვადასხვა ფორმით სამსახური 39 ადამიანმა დატოვა. პირადი განცხადებით დატოვა 15-მა. უფლებამოსილების ვადა გაუვიდა 6, თანაშემწეები იგულისხმება უფლებამოსილების ვადით, ვინც ინიშნება. შტატგარეშეები 19 ადამიანი განთავისუფლდა. ამ ნუსხაში მოხდა ანა კალანდაძეც. საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თანამშრომელმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება 20 დეკემბერს დაწერა. ამბობს, რომ გადაწყვეტილება იძულებით მიიღო და მომხდარს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს. განმარტა ბატონმა ალექსანდრე ჩიტიშვილმა, რომ მას ზეწოლა ჰქონდა კოალიციიდან და მე უნდა დამეტოვებია სამსახური ამის გამო. აქვე განმარტა, რომ მე ვერ მოვახერხებდი ატესტაციის გავლას, ვინაიდან მათ ყავდათ დასასაქმებელი მათი აქტივისტები და მე ნებისმიერ შემთხვევაში მომწერდა სამსახურის დატოვება. გაივლო ატესტაცია. ასაცილ უფლება აქვს, მოიწვიონ ჟურნალისტები, მოიწვიონ იურისტები, დაესწრუნონ ატესტაციას. რა პრობლემა არის? გაივლო ატესტაცია. ესე იგი არ ქონდა შეშინდა წესის გავლის, მაშინ ასე ვთქვათ, როცა მის ადამიანი ატესტაციის გაუვლელობის შემთხვევაში ვერ გაიარა ატესტაცია და მის კვალიფიკაციის დონე ფასდება, სხვა არის და მიდის განცხადებით სხვა არის. არჩია ეს განცხადება. დაგეგმილი ატესტაცია უმაღლეს საბჭოში 15 იანვრიდან დაიწყება. ფორმა ზეპირი გასაუბრებაა. კომისია უკვე დაკომპლექტებულია. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საჯარო მოხელეს ატესტაციის გავლას 3 წლის განმავლობაში კანონი ავალდებულებს და პროცესში პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს. არ აქვს ამას პოლიტიკური ელფერი. მე ვფიქრობ, რომ ეს мотиваცია და ეს ვარაუდები არ გახლავთ დასაბუთებული, იმდენად რამდენადაც ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ბევრი თანამშრომელი ძალიან ესეთი კვალიფიციურად გაივლის ამ ატესტაციას და დარჩება თანამდებობაზე. ასე რომ ჩვენ პრაქტიკულად არ ვგევართ წინა ხელისუფლებას. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ პროცესების გამჭვირვალე წარმართვაში საკანონმდებლო ორგანომ სამოქალაქო სექტორი უნდა ჩართოს. იურისტი არჩილ ხახუტაიშვილი დაგეგმილი ატესტაციის ფორმატს იწუნებს და ამბობს, რომ მხოლოდ გასაუბრების ფორმა საკმარისი არ არის. ზოგადად ის პროცესები, რაც მიმდინარეობს საშტატო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ბუნებრივი. თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა სარჩული და რა შინაარსი ახლავს ამ პროცესებს. ერთ-ერთი და ყველაზე უმთავრესი, რადგანაც საქართველოში ეს პოლიტიკური პროცესების საკმაოდ აქტუალური თემა, ჩვენ ვისურვებდით, რომ ამ პროცესების უკან არ იდგეს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება. უმაღლესი საბჭო რეორგანიზაციას 1 თებერვალს დაასრულებს, სწორედ ამის შემდეგ ჩაატარებს კონკურსს ვაკანტურ თანამდებობებზე.